ძლევთ გარემოს თემას და ამასთან დაკავშირებით ჩვენმა თამარ ბუბაშოვმა მოგვიმზადა ძალიან საინტერესო გამოცნობანა და მაყურებელს ვთხოვ ახლა რომ ჩვენთან ერთად იყოს ჩაერთოს ამ გამოცნობანაში და თამარ დილამშვიდობის. დილამშვიდობისა 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა და რა თქმა უნდა ჩვენს გადავწყვიტეთ რომ ამ დღეს გამოვეხმაუროთ და კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი გამოწვევებს თუ საკითხებს რაც აქტუალურია ამ თემასთან დაკავშირებით. მოდით ბევრი რომ არ ვისაუბროთ დავიწყოთ პირდაპირ შეკითხვით. იმედი მაქვს რომ როგორც ყოველთვის ჩვენი მაყურებელი შემოგვიერთდება და აქტიურად ჩაერთვება და დაგვეხმარება სწორი პასუხების გამოცნობაში. ვნახოთ მოდით პირველი შეკითხვა და თან ნელ-ნელა აი ამ დეტალებზეც ვისაუბროთ. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე აქტუალური პრობლემა გარემოს დაცვის სფეროში? მიკროპლასტმასით დაბინძურება, გარემოსი, ყინულის დნობა და ზღვის დონის აწევა, ნიადაგის დეგრადაცია თუ სურსათის და წყლის ნაკლებობა. დაახლოებით 3 წუთის წინ ჩვენმა სტუმარმა სპეციალისტმა მიკროპლასტმასით დაბინძურების შესახებ ვისაუბრა და ჩვენ გულისხმურით უსმენდით მას და გგონია რომ სწორი პასუხი არის პირველი მიკროპლასტმასით დაბინძურება. კი ბატონო, წლევანდელი გარემოს დაცვის დღის თემაც არის სწორედ პლასტმასით დაბინძურება, იმიტომ რომ რეალურად ეს პრობლემა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია. დანარჩენი ჩამოთვლილი რაც იყო ისინიც არის გარემოს დაცვის სფეროში ზოგადად. ხო, მაგრამ ამ ეტაპზე, ანუ მათ შორის ყველაზე ესეთი პრობლემური არის პლასტმასით დაბინძურება და ჩვენც არაერთხელ გვინახავს ქალაქში დაყრილი და ბუნებაში დაყრილი ბოთლები, პარკები და პლასტმასის სხვა ნივთები და ამ პლასტმასის დიდი ნაწილი საბოლოოდ მაინც გარემოში ხვდება. ნიადაგში ის თითქმის არ იხსნება, საუკუნეები დაახლოებით 400 წელი სჭირდება რომ ნიადაგში პლასტმასი გაიხსნას, თუმცა საბოლოოდ ის მაინც ბოლომდე არ ხდება მისი გააქრობა, პლასტმასი იშლება მიკროპლასტმასებად და იმის ანუ ძალიან წვრილ კრისტალებად, რომელიც თვალისთვის საერთოდ შეუმჩნეველია და საბოლოოდ ის იმის გარდა რომ თქვა ცხოველებს, ზღვის ბინადრებს აზიანებს, ასევე წყალში, საკვებში შეიძლება მოხდეს და ჩვენთვის ადამიანებისთვისაც არის დამაზიანებელი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პლასტმასის გადამუშავება ან პლასტმასის ბიოდეგრადირებადი ნივთებით ჩანაცვლება. ყოველწლიურად მსოფლიოში 430 მილიონ ტონაზე მეტ პლასტმასა აწარმოებენ და მისი 2/3 ხდება გარემოში და მარტო ოკეანეებში ყოველწლიურად 11 მილიონი ტონა პლასტმასი ჩაედინება და უფრო მარტივად რომ აღვიქვათ აი რა მასშტაბებზეა საუბარი, მინდა რომ ერთი რუკა ვნახოთ. აი წარმოიდგინეთ რომ ჩვენ მივდივართ თბილისიდან ახალ ზელანდიაში. ახალ ზელანდიამდე მანძილი დაახლოებით არის 16000 კილომეტრი. თუმცა ოკეანეებში ჩასული პლასტმასი ერთზოლად რომ დავალაგოთ 30000 კილომეტრს მივიღებთ. ანუ წარმოიდგინეთ რომ თბილისიდან ახალ ზელანდიაში უნდა ჩავიდეთ და შემდეგ უკან წამოვიდეთ. ანუ აი ამ რაოდენობის პლასტმასი არის დღეს ოკეანეებში და როგორც ვთქვით ყოველწლიურად მათი რაოდენობა, ამ პლასტმასის რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება და სამწუხაროდ მეცნიერები ამბობენ რომ წლების შემდეგ თუ ასე გაგრძელდება ოკეანეში თევზზე მეტი და ზღვის ბინადარზე მეტი სწორედ პლასტმასი იქნება. მოდით მეორე ფორმაშია ჩვენი მაყურებელიც არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, გვაქვს ყველა სწორი პასუხი. კი ბატონო, გადავიდეთ მეორე კითხვაზე და უფრო მეტად ჩაერთვება ალბათ მაყურებელი. რამდენ კატეგორიად ყოფენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იაპონიის ქალაქ კამიკაცუში? 10, 25, 45 თუ 65. ანუ მოსახლეობა გამომდინარე იქიდან რომ ძალიან მოწესრიგებული ერია, მგონია რომ ალბათ რაც უფრო მეტია ციფრი 65 აი მგონია რომ კატეგორია შეუძლიათ ვერ წარმომიდგენია 45 და 65 შორის კამიკაცუში უშუალოდ. გინდათ ნახოთ როგორია ეს ქალაქი კადრები 45-ია იწერებიან და მაყურებელიც მერე ვნახოთ თანდათან რას მოგწერს. ანუ ულამაზესი გამწვანებული ქალაქი არის. მოწესრიგებულია. იგრძნობა ჟანგბადი, სუფთა ჟანგბადი. კი, ნამდვილად ძალიან მკაცრი პოლიტიკა აქვს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით და ყველა მოსახლეობა 65 იქნება. კი, მოსახლეობა ვალდებულია რომ თავად დაყოს ეს საყოფაცხოვრებო ნარჩენი და მიიტანოს პუნქტებამდე, სადაც მერე ხდება ამის გადამუშავება. გონელი, ლეშკაშელი და საბა გელაძე ფიქრობენ რომ ეს არის 45. გამომდინარე იქიდან რომ მივყვები ბაბის ინტუიციასთან ერთად ლოგიკურ აზროვნებას, მაინც მგონია რომ 65 ძალიან ბევრია და მოდი იყოს 45, რომ ბევრი, მაგრამ არა ძალიან ძალიან ბევრი. კარგით, ვნახოთ სწორი პასუხი.
45 ნაწილად. შენმა ინტუიციამ სწორი გზა ჰპოვა. მხოლოდ ქაღალდის დახარისხება ხდება 9 სხვადასხვა სახეობად. ანუ მარტო ქაღალდს 9 სხვადასხვა სახეობად. როგორ იმახსოვრებენ ეს უფრო მაინტერესებს? სხვათა შორის რაღაცა ვიდეოები რაც ვნახე არის ასე ვთქვათ წესები ჩაწერილი როგორ უნდა დაახარისხო ეს ნარჩენი. და YouTube-ზე ალბათ უკვე იმდენად გამომუშავებული აქვს, რომ შეიძლება უკვე ავტომატურადაც კი აკეთებენ. აი ეს არის სიყვარული და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ნახოთ შემდეგი შეკითხვა. რას იწვევს კლიმატის ცვლილება? გლობალურ დათბობას, ექსტრემალურ ამინს, მყინვარების დნობას თუ ყველა პასუხი სწორია? სწორია და მოდი მოვდევნო კითხვაზე გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ყველა პასუხი სწორია და ამ კითხვაზე ბევრ აღარ შევჩერდეთ და ვნახოთ სწორი პასუხი. ზოგადად რაც არის ჩამოთვლილი ყველაფერს და არა მარტო ამას კიდევ ძალიან ბევრ რაღაცას იწვევს კლიმატის ცვლილება, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ხო, მაგალითად გლობალურ დათბობაზე როცა ვამბობთ, ხომ, უკვე ვთქვით, რომ და ვამბობთ, რომ საშუალო ტემპერატურამ 1 გრადუსით მოიმატა, ხო, ამას ვამბობთ ინდუსტრიული, პრეინდუსტრიულ პერიოდამდე შედარებას, ხო? თუმცა იყო გარკვეული წლები, სადაც არა მხოლოდ 1 გრადუსით, არამედ 1.5 გრადუსითაც და გადააჭარბა კიდევაც ამ მაჩვენებელს, რაც მეცნიერები ამბობენ, რომ არის უკვე საგანგაშო თუ 1.5-ს გადააჭარბებს, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ვერსია არის რომ 1.5-მდე ანუ შემცირდეს კი არა, ანუ შევინარჩუნოთ, ხო, შევინარჩუნოთ და შეკავდეს ეს. ამ თემაზე ბევრი გისაუბრია შენც და მადლობა იმისთვის, რომ გარემოს დაცვით რაღაც მიმართულებით გვაწვდით ხოლმე ძალიან საინტერესო ცნობებს, მაგრამ ერთი უნდა ითქვას, ეს 1 გრადუსი ცოტა სასაცილო ჟღერს რა, იმერე რა 37 იქნება თუ 36 რა მნიშვნელობა აქვს და ეს უნდა გავიაზროთ კარგად, რომ დედამიწისთვის და გარემოსთვის ეს არის დამოუკველი 1 გრადუსი. ანუ ძალიან არის, რომ აქ საუბარია საშუალო ტემპერატურაზე. ანუ შეიძლება დღეს 25 იყოს, ხვალ 23 და შემდეგ უკვე ისე დაეცეს ტემპერატურა რომ 10 გრადუსამდე და სწორედ ეს არის, როცა ვამბობთ ექსტრემალური ამინდი. რომ არ არის აუცილებელი რომ ყველგან ტემპერატურა მოიმატოს. ხო. ანუ ზოგან გვალვები იქნება, ზოგან პირიქით იმდენი ნალექი მოვა, რომ ანუ 1 საათში შეიძლება მოვიდეს მთელი დღის ნალექი. ხო, რაც შემდეგ უკვე სტიქიის გამომწვევი არის. კი ბატონო, ამას გარდა მყინვარების დნობაზე ხო ძალიან ხშირად ვსაუბრობ და ერთი მაგალითი მინდა ვნახოთ ასევე რუკა. საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში 320 კვადრატული კილომეტრით შემცირდა კავკასიონის მყინვარების რაოდენობა. ეს არის საუბარი 2000-დან 2020 წლის პერიოდში და აი წარმოიდგინეთ, იმდენი მყინვარი დადნა, ანუ ფართობით, რაც უწოლდება აი აბაშის მუნიციპალიტეტი რომ გაქრეს. თუ შეგვიძლია ეს წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ აბაშის მუნიციპალიტეტის ფართობი არის 322 კვადრატული კილომეტრი და კავკასიონის მყინვარები ბოლო 20 წლის განმავლობაში დადნა 320 კვადრატული კილომეტრი. ანუ მთელი ერთი მუნიციპალიტეტი რომ სუმერე ქმნის უკვე ძალიან ბევრს. აღარ და მყინვარები ანუ მიკროკლიმატს ცვლის, მყინვარების დნობა. გარდა ამისა, უცებ როდესაც წყდება და დნება და მდინარეს ეცემა, ხო, ეს წყალმოვარდნები და სხვადასხვა სტიქიური უბედურებები, რაც საქართველოში რამდენიმეჯერ უკვე ვნახეთ სამწუხარო და ტრაგიკული შედეგი ჰქონდა იქვე დასახლებულ პუნქტს, ხო, მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, მტკნარი წყლის მარაგია, ესეც ბევრჯერ გვითქავს და ერთდროულად, როდესაც იხარჯება ამდენი წყლის რაოდენობა, ანუ მომავალში უკვე დეფიციტი იქმნება წყლის. და რა თქმა უნდა, ტურისტული დანიშნულებაც აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, იმიტომ რომ მყინვარები ნახოს. გადავიდეთ მოდი შემდეგ კითხვაზე. ვნახოთ შემდეგი კითხვა. რა მოვლენაა ელ ნინიო? ზღვის დონის აწევა, ჰაერის ტემპერატურის მატება, უდაბნოში მომხდარი ქარიშხალი თუ წყნარი ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის მატება. ანუ აი ამ ელ-ნინიო მეტსახელს გავს. ხო, სხვა ელ-ნინიო ითარგმნება როგორც პატარა ბიჭი და ის უკავშირდება, ასე ვთქვათ, ქრისტეს შობას, იმიტომ რომ როგორც წესი ეს მოვლენა იწყება ხოლმე წლის ბოლოს. და ანუ რაღაცა ციკლი არის, ასე ვთქვათ, ამ მოვლენის არსებობს ელ-ნინიო და არსებობს ლა-ნინიო. და ეს ელ-ნინიო და ლა-ნინიო ერთმანეთს ცვლიან გარკვეული წლების განმავლობაში, რაც გავლენას ახდენს სხვადასხვა რეგიონის კლიმატზე, მათ შორის ჩვენ საქართველოს კლიმატზე ახდენს ეს მოვლენა გავლენას. აბა მაყურებელი რას დაგვეხმარო, რომელიც ძალიან თულად ხო, ამ თემაზე ჩვენც გვისაუბრია არაერთხელ. ხალხთა შორის მაყურებელსაც გაუჭირდა ეს პასუხი. ანუ რაიმე ვერსია თუ არის?
მე დარბაზის დახმარებას ვიყენებ, რომელია? მესამე და მე, ანუ ჰაერის ტემპერატურის მატება, ან უდაბნოში მომხდარი ქარიშხალი. ეს არის დარბაზი გვეუბნება, რომ ეს არის ტემპერატურის ცვალებადობა. ანუ და საერთოდ არ არის რომელი ტემპერატურის, ანუ ჰაერის ტემპერატურის მატება თუ ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის მატება? ოკეანის ზედაპირის თუ ჰაერის? მაყურებელი ისე იწერება პირველი და მესამესაა ყველაზე ბევრი, თუმცა რატომღაც ოკეანესთან ვარ, მე გამომდინარე იქიდან რომ შენ აღნიშნე რომ ეს იწევს რაღაცა გავლენას ახდენს დაყოლდებარე და არ არის ისეთი გეოგრაფიული, სადაც არის უდაბნოები, ხო? ესპანური დასახელება არის. კი ბატონო, შესაბამისად ალბათ წყნარი ოკეანე. ბოლო, ვამწვანებთ. კი ბატონო, ელ ნინიო ნიშნავს წყნარი ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის მატებას, როდესაც ექსტრემალურად უცებ სწრაფად მატულობს ეს ტემპერატურა და საქართველოსაც ახდენს გავლენას 2023-24 წლებში იყო ბოლო ეს ელ ნინიო მოვლენა და შესაბამისად ანუ გარკვეულ ნაწილში და ჩვენთანაც ტემპერატურა მატულობს და სიცხეები არის. და ეხლა ეს პროცესი დასრულდა. დასაჯერებელი არის 5 ივნისის კვალობაზე. ანუ ნახეთ, აი ეს არის ზუსტად როცა ვამბობთ ექსტრემალური ამინდი, რომ ერთ დღეს შეიძლება შეგვცივდეს, ციოდეს რაღაცა დაბალი ტემპერატურა და მეორე დღეს იყოს საოცრად მაღალი ტემპერატურა. კიდევ ნახოთ, აბა შემდეგი კითხვა, რამდენი სანტიმეტრით მოიმატა ზღვის დონემ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე? 15-ით, 25-ით, 35-ით თუ 45-ით? ზოგადად აი ამ ყინულის დნობის გამო მუდმივად მატულობს მე მგონი ზღვის რომ დონე. 15 სანტიმეტრი არის აქ სწორი პასუხი. მეც ესე მგონია, იმიტომ 15 უკვე ძალიან ბევრი. კარგით, მოდით ვნახოთ პასუხი და პასუხი ამ შემთხვევაში არის 25 სანტიმეტრი, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, თუ ასე გაგრძელდება, წლების შემდეგ 2 მეტრით მოიმატებს ზღვის დონე, რაც ძალიან ბევრი არის. და კიდევ ბოლო კითხვა ვნახოთ. უცებ მოვასწროთ, რომელია ყველაზე ცხელი წელი ისტორიაში? 2024, 2014, 2004 თუ 1990? გასული წელი იყო ყველაზე ცხელი, მე როგორც აი ესე ვამბობ ყოველ წელს, მაგრამ მე 24, კიდე 2004 მგონია მე. მე 24. მე თან მახსოვს რომ რაღაცა წელი იყო და გვაფრთხილებდნენ ამ მთელი ამბები იყო ამასთან დაკავშირებით, ბევრი წყალი უნდა გვესვა იმ პერიოდში და მე მოდი 2014-ს ვიტყვი და ესე გადავნაწილდეთ. კარგით, მოდი გავაბწვანოთ სწორი პასუხი. 2024 წელი იყო ყველაზე ცხელი წელი. ლოგიკურადაც ალბათ ხო უფრო იმატებს. როგორ მოხდა 2015-დან 2024 წლის ჩათვლით ყოველი წელი ერთმანეთზე ცხელი იყო. ანუ კი, მუდმივად მატულობდა ტემპერატურა და მუდმივად იყო ეს ცხელი წლები. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მოგვაწოდეთ, ტვინით ცოტა გავანძრიეთ და გადავიმეორეთ, რაც ვიცოდით და რაც არ ვიცოდით, ვისწავლეთ და მოკლედ მადლობა იმისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან თემებს აშუქებ ყოველთვის.